ყველა აბიტურიენტს ულოცავ ამ დიდ გამარჯვებას, მათი დაუღალავი შრომა, ცოდნა და მიზანდასახულობა არის გარანტი ჩვენი სტაბილური მომავლის და მე მჯერა რომ თითოეული მათგანი არის საქართველოს ღირსეული წარმომადგენელი, მომავლის ელჩები და ჩვენი ნათელი სახე მსოფლიოს ასპარეზზე. უსურვებ მათ წინსვლას და უფლისგან დალოცვის გზაზე უამრავი წარმატების მიღწევას. და ჩემ განსაკუთრებით ჩემ აბიტურიენტებს, მათ მშობლებს უნდა უთხრა უდიდესი მადლობა, რომ მათი თავი მე ჩამაბარეს და ჩვენ იმედები გავამართლეთ. მყავს 370 ქულიანი, 479 ქულიანი, 768 ქულიანი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, არის დაბალქულიანების 50 პლუსები, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, ყველამ თავისი მაქსიმალური გამოავლინა და ეს იყო ჩვენი მიზანი და შედეგზეც გავედით. ბედნიერი ვარ მართლაც, ინგლისურ შევიღე 70 ქულა, დანარჩენი საქმეებთან ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბელა მასწავლებელს ასეთ წარმატებისთვის, ჩემს მშობლებს, გვერდში დგომისთვის და ელისო ბერაძეს და კობა კობერიძეს ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლებს, რომლებმაც ძალიან დიდ წარმატებას მიღწევიეს მართლაც, არ ველოდი ჩემი თავისგანაც ასეთ შედეგს. ქართულში ავიღე 59 ქულა 60-დან და მათემატიკაში ავიღე 46 ქულა 51-დან. ცდილებელია ძალიან ბევრი შრომა, არ უნდა დანებდნენ არასოდეს და უნდა ეცადონ ყველანაირად, რომ თავიანთი მაქსიმალურად გამოავლინონ იმ ნერვიულობის მიუხედავად, რაც გამოცდაზე ელით. შეიძლება ბევრმა უთხრას, რომ არაფერია სანერვიულო, მართლაც არაფერია სანერვიულო, იმიტომ რომ უცხო იქ არავის არაფერი არ ხვდება, თუმცა მაინც არის სტრესი, წინასწარ როდესაც ხედავ ამდენ შეშინებულ სახეებს არ ამ გამოცდაზე შეხვალ, თუმცა იქ რომ დაждები უცხო არაფერი არ შეხვდება და ყველაფერი გაივლის. ინგლისურ ენაში ავიღე 70-დან 70 ქულა, რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ შრომა დამიფასდა. უპირველესად მინდა მადლობა გადავუხადო ბელა მასწავლებელს დაუღალავი შრომისათვის, თავდადებისთვის შეიძლება ითქვას, ასევე ნებისმიერ იმ ადამიანს, მასწავლებელს, რომლებიც დამეხმარნენ, რომ ამ შედეგამდე მოსულიყავი. და ლიტერატურაში ავიღე 57 ქულა და მადლობას ვუხდი ასევე ჩემ მასწავლებელს, ქალბატონ ანა ფიფიას, რომლის უდიდესი წვლილი არის ჩემი წარმატებაში, ასევე ლიტერატურაში მისი დახმარებით ავიღე 63 ქულა. ინგლისურ ენაში ავიღე 70-დან 70 ქულა, ეს იყო ჩემი და ბელა მასწავლებლის ორწლიანი შრომის შედეგი. მაქსიმალური ქულის აღება, რა თქმა უნდა, არის ძალიან რთული. პირველ რიგში აუცილებელია, რომ მოსწავლემ იშრომოს დაუღალავა და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ასევე გამართლება. გამართლების გარეშე რთულია მაქსიმალური შედეგის აღებაც. მადლობას ვუხდი ბელა მასწავლებელს, ჩემს მშობლებს, ასევე ჩემს მეგობრებს, რომლებიც მუდმივად მამხნევდნენ და ასევე ჩემს სკოლას, დილიკაურ საჯარო სკოლას, რომელმაც შემიქმნა საფუძველი ამ წარმატებისთვის. ფორმის ტარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულოა და ეს იქნება საერთო ყველა საჯარო სკოლისთვის. აცხადებს განათლების მინისტრი. გივი მიქანაძის თქმით, 15 სექტემბრამდე უნდა მოხდეს პირველ კლასელთა სასკოლო ფორმით უზრუნველყოფა. 20-დან 25 აგვისტომდე პირველი პარტიის შემოსვლას ელოდებიან. ყოველდღიურ რეჟიმში ფაქტურად საათობრივად გვაქვს ინფორმაცია ტვირთები, რომელიც სასკოლო ფორმა, რომელიც დაიძრა სახმელეთო გზით, თუ სად იმყოფებიან, როგორ გადაადგილდებიან და აბსოლუტურად შემიძლია დავადასტურო, რომ გრაფიკის მიხედვით ხორციელდება ეს პროცესი და ჩვენ 20-დან 25 აგვისტომდე ველოდებით პირველი პარტიის შემოსვლას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ განსაზღვრული შეთანხმებით, რომელიც გაფორმდა ბაზრის კვლევაში გამარჯვებულ ჩინურ კომპანიასთან, განისაზღვრა, რომ 15 სექტემბრამდე უნდა მოხდეს პირველკლასელების უზრუნველყოფა სასკოლო ფორმებით, ხოლო კიდევ ორი ეტაპი განხორციელდება, რომლითაც პირველი სემესტრის დასასრულამდე მეორე, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები საჯარო სკოლების იქნებიან უზრუნველყოფილი სასკოლო ფორმები. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65,001-ზე ნაკლებია. უსასყიდლო სასკოლო ფორმით ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მინდობითი აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, სწავლობენ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართული არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში. ასევე ის მოსწავლეები, რომლებიც 2024 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში სწავლის გაგრძელებას და ჩარიცხული არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.
როგორც მინისტრი ამბობს, უსასყიდლოდ გადასაცემის სასკოლო ფორმის ნაკრები ბიჭებისთვის შედგება 1 პიჯაკისა და 2 შარვლისგან, გოგონებისთვის კი 1 პიჯაკის, 1 შარვლისა და 1 ქვედაკაბისგან. გივი მექანაძემ სასკოლო ფორმების რეალიზაციის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, 1 სექტემბრიდან დაიწყება ფორმების გაყიდვა, როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ გაყიდვის რეჟიმში და უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში საზოგადოება დეტალურად იქნება ინფორმირებული აღნიშნულთან დაკავშირებით. ქუთაისის პირველი ტექნოლოგიური ჰაბი უკვე ფუნქციონირებს. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა ნამდვილად არის ისტორიული მოვლენა და საეტაპო პროექტი, რომელიც განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ ქართული ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემის კიდევ უფრო გაძლიერების და განვითარების მიმართულებით. მრავალფუნქციური სივრცე ეკოსისტემაში განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურას აერთიანებს. ეს არის უნიკალური სივრცე და უნივერსალური სივრცე, სადაც თავმოყრილია ბევრი საინტერესო მიმართულება, რომელიც საერთო ჯამში მუშაობს ერთობლივად იმისათვის, რომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა, ის რაც არის საქართველოს მთავრობის გაცხადებული ამოცანა, კიდევ უფრო ეფექტურად და სწრაფად განვითარდეს ამ მიმართულებით. პროექტი ტექნოლოგიურ განვითარებაში საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას წარმოადგენს და ქვეყნის როგორც რეგიონული ინოვაციური ცენტრის პოზიციის გაძლიერებას ისახავს მიზნად. აქ ერთ მისამართზე იკრიბება თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის ტექნოლოგიური განვითარების გზაზე საჭირო ყველა საფეხური, დაწყებული ინტერესიდან გადაზრდილი უნარებში, შემდგომ უკვე პროტოტიპირების შექმნა და საბოლოოდ ინოვაციური ბიზნესის მხარდაჭერა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა. ჰაბი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცეებს, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებსა და სტარტაპების განვითარების ინფრასტრუქტურას. მისი მიზანია სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების ადამიანებს შეუქმნას შესაძლებლობა ისწავლონ, შექმნან, გამოცადონ და განავითარონ ტექნოლოგიური იდეები ერთ სივრცეში. არ არსებობს პროდუქტი, არ არსებობს იდეა, რომელიც საქართველოს მოქალაქეს შეიძლება გაუჩნდეს და აქ ფრთები ვერ შეასხას ამ იდეის კონკრეტულად განხორციელებას. ჰაბში ამოქმედდება საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოპარკი, სადაც მთელი წლის განმავლობაში ათასობით ბენეფიციარს ყველა ასაკობრივ კატეგორიაში შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ისეთ პროექტებში, როგორიცაა სტარტაპ ინკუბატორი, პრე-აქსელერატორი, ტექნოლოგიური კვირეულები, ინოვაციური ბანაკები, ჰაკათონები, ვორქშოპები, ტრენინგები და ასობით სხვადასხვა ტიპის და მიმართულების საგანმანათლებლო და საკონკურსო ღონისძიებები. საქართველო დღეს უკვე არის ის ადგილი, რომელიც იზიდავს რეგიონიდან ახალგაზრდა მეწარმეებს, ინოვაციურ მეწარმეებს, სტარტაპებს. ჰაბის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც მოიცავს რობოტიკისა და ავტომატიზაციის, დრონების, ელექტრონიკისა და IoT-ის, ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობების, ფაბლაბის, STEAM-ის, 3D პროტოტიპირების და ვირტუალური რეალობის მიმართულებებს. აღნიშნული ლაბორატორიები ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას სტუდენტებისთვის, კვლევრებისთვის, სტარტაპებისთვისა და ინოვატორებისთვის, გარდაქმნან იდეები რეალურ პროდუქტებად. შეამოწმონ მათი სიცოცხლის უნარიანობა და შექმნან კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჰაბში განთავსებულია რეგიონში პირველი მეტალის FDM-ი. დადნობითი მეთოდით მომუშავე 3D პრინტერი. ჰაბის მნიშვნელოვანი ნაწილია ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, რომელიც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციის სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში. მუზეუმის კონცეფცია ეფუძნება თანამედროვე სამეცნიერო ცენტრების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ვიზიტორებს მეცნიერების შესწავლის შესაძლებლობას ინტერაქციული ექსპერიმენტებისა და პრაქტიკული გამოცდილების საშუალებით სთავაზობს. ეკონომიკური განვითარება უფრო მეტად არის დაფუძნებული ცოდნაზე, უფრო მეტად არის დაფუძნებული ტექნოლოგიებზე და ეს მიმართულება დარჩება, რა თქმა უნდა, კვლავ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ჰაბში ასევე განთავსდება ტუმო კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, რომელიც ერთდროულად 1200-მდე მოსწავლის ჩართულობას უზრუნველყოფს. ცენტრი ახალგაზრდებს სთავაზობს მსოფლიოში აღიარებულ საგანმანათლებლო მოდელს, რომელიც აერთიანებს პროგრამირებას, რობოტიკას, თამაშების შექმნას, ანიმაციას, დიზაინს,
3D მოდელირებას, ვიდეო წარმოებასა და სხვა ციფრულ დისციპლინებს. ყველას მოუწოდებთ, მოვიდნენ, მოიყვანონ ბავშვები, გაეცნონ ამ უნიკალურ სივრცეებს და დაიმუხტონ იმ შთაბეჭდილებებით, რომელიც მომავალ თაობას გაყვება უკვე მომავალი პროფესიების არჩევისას და მათი კარიერული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება მუზეუმში გატარებული თითოეული დღე. ქუთაისის ტექ ქალაქი წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ახალ მოდელს, სადაც იდეები რეალურ პროდუქტებად და ინოვაციურ ბიზნესებად გარდაიქმნება.